1917 წელი ბრძოლა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ მოძრაობის მეთაურის მაჰათმა განდის ისტორია, რომელსაც აქ ადვილად ამოიცნობდით, თქვენთვის ცნობილია, მაგრამ ყველა დეტალი ალბათ არ გემახსოვრებათ. ზეპირით ხრობით, რომ არ დაგხალოთ, გაჩვენებთ პატარა ფრაგმენტს 8 ოსკარის მფლობელი ფილმიდან განდი. ეს არის მომენტი, როდესაც განდი დაპატიმრებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და არეულობის მოწყობის ბრალდებით და მოსამართლე მისგან მოითხოვს პროვინციის დატოვებას, ანუ იმ რეგიონის დატოვებას, სადაც ეს არეულობა მოხდა. ყურადღებით მოусმინეთ. მივხვდით ალბათ საითკენაც მივდივარ. ვიდრე გავაგრძელებ და გავუსვამ ხაზს, რომ მე არ ვცდილობ ახლა ნიკა მელია მაჰათმა განდის შევადარო ან განდიმდე ავიყვანო. არა, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები განსაკუთრებულად პირველ რიგში ალბათ იმას წამომაძახებენ, რომ განდის უმთავრესი პრინციპი არაძალადობრივი წინააღმდეგობა იყო და როგორ შეიძლება პარლამენტზე შტურმის მიმტანი მელიას მასთან შედარებაო. ჯერ ერთი ნიკა მელიასთვის არავის დაუმტკიცებია, რომ ის პარლამენტის შტურმით აღებას ნამდვილად აპირებდა. ეს ქართული ოცნება წარმოაჩენს საქმეს ამგვარად და მელიას პროტესტიც სწორედ იმას ეფუძნება, რომ ის თავს სრულიად უდანაშაულო პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. და არა მარტო ის, ასე მიიჩნევს დასავლეთიც, თორემ სხვა მხრივ მის საკითხის განხილვაზე ამდენ დროს არ დაკარგავდნენ. და სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, არაძალადობრიობას რაც შეეხება. როდესაც ხელისუფლებამ ნამდვილად შტურმით აიღო, ეს ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის ოფისი, მელია მოუწოდებდა მხარდამჭერებს ტაშით და სიმღერით დახვედროდნენ სპეცრაზმელებს და არავის გაებედა პოლიციელებზე ხელის აღმართვა. და მართლაც ასე მოხდა. ნიკა მელია ისე დააპატიმრეს, რომ სამართალდამცველების თავდასხმისთვის ძალადობით არავის უპასუხია. და ეს სწორედ ნიკას დამსახურება იყო. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვადარებ ერთმანეთს მელიას და განდის მასშტაბებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ განდისნაირი დიდი ადამიანების ქმედებები ზუსტად იმისთვის რჩება ისტორიას, რომ სხვებმა მათგან მაგალითი აიღოთ. ამ ეპიზოდში, რომელიც მე გაჩვენეთ, მოსამართლე მოითხოვს განდისგან ტერიტორიის დატოვებას. ის უარს ამბობს. მაშინ მოსამართლე ემუქრება მას ციხით. განდის პრობლემა არ აქვს, მზად არის პატიმრობისთვის. მოსამართლე მას გირაოს აკისრებს. განდი უარს ამბობს გადახდაზე და გასაგებია რატომაც. ის დაუმორჩილებლობას უცხადებს მისი ქვეყნის დამპყრობელს, ინგლისს, რომელსაც წარმოადგენდა მოსამართლე. და ამის შემდეგ როგორ იქცევა მოსამართლე? მას საერთოდ გირაოს გარეშე ათავისუფლებს. რატომ? შეეშინდა? ეს მისი სისუსტის გამოხატულებაა? რისი უნდა შეშინებოდა, ის ბრიტანეთის უძლიერეს იმპერიას წარმოადგენდა? არა. იმისათვის, რომ მთელი სახელმწიფოს სახელით უაზრო ჯიბრში არ ჩადგომოდა ერთ ადამიანს და ამით კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა არ გამოეწვია ქვეყანაში, მოსამართლემ მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გაათავისუფლა მაჰათმა განდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ იმ დროს განდის ხალხში გაშვება ბევრად უფრო სახიფათო იყო, ვიდრე მელიას თავისუფლებაზე დატოვება. და მოგვიანებით, რაც ამ ეპიზოდში არ ჩანდა, ბრიტანეთის ხელისუფლება იმასაც მიხვდა, რომ ეს გამოძიება და სასამართლო პროცესი მისთვის ზედმეტი და არასაჭირო თავისტკივილი იქნებოდა და ამიტომ საერთოდ დახურა საქმე. ჩუმად და ზედმეტი ხმაურის გარეშე და რაც მთავარია ყოველგვარი საყოველთაო ამნისტიების გარეშე. აქ საუბარია პრინციპებსა და პრინციპულობაზე. მაჰათმა განდი პრინციპის გამო ამბობს უარს. მოსამართლე ამას ხვდება, მაგრამ ინარჩუნებს საღ აზროვნებას და სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ათავისუფლებს მას. ჩვენმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ასეთივე სახელმწიფოებრივი წინდახედულობა ვერ გამოიჩინა და შედეგად პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა ვითარება. მაგრამ ახლა ისე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებასთან ერთად ნიკა მელიას სხვებიც, მათ შორის სამწუხაროდ ზოგიერთი მისი თანამოაზრე და კეთილის მსურველიც კი უწუნებს ასეთ პრინციპულობას და მოუწოდებს ბოლოს და ბოლოს გადაიხადე გირაო და დატოვე ციხეო. უფრო მეტიც, ზოგიერთი პატიმარს ახლა ნამუსზეც კი აგდებს და ისე გამოხავს, თითქოს მელიას გაჯიუტების გამო მოხდება ამნისტიის კანონის მიღება და 20 ივნისის მოძალადე პოლიციელების და მათი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაც. არა და სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში იგეგმებოდა და საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, ნიკა გირაოს დათანხმდება თუ არა.
მელიამ კაფიოდ მოითხოვს, რომ არავინ გაბედოს მისი თავისუფლებით ვაჭრობა. არც გირაოს დათანხმდება და თუ ამნისტიის კანონის მისაღებად ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი პირობა იქნება მოძალადე სისტემის პატიება, მაშინ ურჩევნია ასეთი ამნისტიის აქტის საერთოდ არ შედგეს და ციხეში დარჩეს. ეს სიჯიუტეა? ახირება? მე ჩემი აზრით არა. მე ვიტყოდი პრინციპულობაა. და რა უნდა იყოს წესიერი პოლიტიკა თუ არა პრინციპების თანმიმდევრული მიყოლა. ქართული ოცნება სულ იმეორებს ოპოზიციამ ხელოვნურად შექმნა კრიზისიო. რა ვიცი, ყველა პოლიტიკური პრინციპი თავისთავად ხელოვნურია და შესაბამისად ხელოვნურია ამ პრინციპების მიხედვით გადადგმული ნაბიჯებიც. აბა ბუნებრივი პოლიტიკა რას ნიშნავს? პროცესების საკუთარ დინებაზე მიშვებას? ვისი მოწმეც ვართ ხშირად ჩვენს ქვეყანაში. მელიამ ხელოვნურად საკუთარი დებით გაიჩალიჩა ციხე და ეგ რანაირი პოლიტპატიმარიაო, ამასაც ამბობს ოცნება. და ესე მაშინ ალექსეი ნავალნი საკუთარი ნებით არ ჩავიდა რუსეთში? შემთხვევით აერია გზა თუ ძალით ჩაიყვანეს. რა, არ ითვლება ამის გამო პოლიტპატიმრად? პრინციპის გამო დაბრუნდა ნავალნი სამშობლოში, პრინციპის გამო შიმშილობს და საფრთხეში იგდებს სიცოცხლესაც. პრინციპის გამო მოიხსნა სამაჯური მელიამ, იმავე პრინციპიდან გამომდინარე თქვა უარი გირაოს გადახდაზე და ჩაჯდა ციხეში. და ამ პრინციპულობის შედეგად მზად არის უსამართლო ამნისტიაზეც უარი თქვას და დარჩეს პატიმრობაში. ხელოვნური და მის მიერვე გამოგონილი პრინციპებით მოქმედებდა ასე მაჰათმა განდიც და მოუტანა კიდეც საბოლოოდ დამოუკიდებლობა თავის ქვეყანას, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც. ვიმეორებ, დიდი ადამიანების ქმედებებს ისტორია იმისთვის ინახავს, რომ ჩვენ მათგან მაგალითი ავიღოთ. ნამდვილ ამბავში, რომელიც მე ახლა გაჩვენეთ და გაგახსენეთ, მაგალითის აღება მოსამართლისგანაც კი შეიძლება, არათუ განდისგან. როგორც მან მოსამართლემ შეძლო განდის გათავისუფლება მისი ღირსების შეულახავად, ასე ღირსეულად უნდა მოხდეს ახლა ნიკა მელიას გამოშვებაც. ამიტომ ახლა არა ციხეში მჯდომმა პატიმარმა, არამედ თავისუფლებაზე მყოფმა პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ გზა ნიკა მელიას ციხიდან ღირსეულად გამოსაყვანად. ასე ვფიქრობ მე. მე ვარ გიორგი გაბუნია, ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ თავად.